მოისმენს თუ არა პარლამენტი მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიურ ანგარიშს და როდისთვის დათქვამს პრეზიდენტის მიღების თარიღს, ამასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვანი პასუხი და გადაწყვეტილება მმართველ გუნდში ჯერ არ არსებობს, როგორც მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მიმართვის sapasუხოდ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა ყობახიძემ და უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა იკა ბესელიამ განმარტეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს პირველი ყოვლისა პარლამენტის ბიურომ და სწორედ ბიურომ უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ჩვენ 8 თებერვლის თქვენი გამოსვლა პარლამენტში გადავდეთ და არ გაგვიუქმებია, იმიტომ რომ თავიდან აგვეცილებინა თქვენი გამოსვლა პრაქტიკულად სარიელ დარბაზში, პარლამენტის ხომათა დარბაზში. ეს ჩვენ არ გვინდოდა და ამიტომ ყველას, თქვენს და ჩვენს გაგვიჩნდა შანსი მოგვეგვარებინა ყველა საკითხი და თქვენ მართლაც პარლამენტისთვის მიგემართათ და რაც არიელი კედლებისთვის. ჩვენ ამას ვცდილობდით და ამას ვცდილობთ დღესაც. ამიტომ მინდა გაცნობოთ, რომ თქვენ გექნებათ პარლამენტის ტრიბუნიდან თქვენი მიმართვის გაკეთების საშუალება, სავარაუდოდ მარტის ბოლოსკენ, როდესაც ჩვენ დავასრულებთ ძალიან მნიშვნელოვანი სხვა საკითხების განხილვას და თქვენი გამოსვლა შედგება პარლამენტთან თუ პარლამენტის კედლებში, ეს დამოკიდებული იქნება იმ ძალიან კონკრეტულ საკითხზე. თქვენ ბრძანებთ, რომ ბრძანდებით საქართველოს კონსტიტუციის დაცვის გარანტი და ჩვენ სწორედ საქართველოს კონსტიტუციაზე ვსაუბრობთ. საქართველოს პარლამენტში მისი მოსმენა არ შედგა რამოდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ პარლამენტში პრეზიდენტის მოსმენა ხდება კონსტიტუციით განსაზღვრული უფლების ფარგლებში, ბუნებრივია. ოღონდ ჩვენ ისევ იმ რეალობის გაგრძელების პროცესში ვართ, რაც 9 წელს განმავლობაში ჰქონდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს არ შეუძლია ერთი მუხლიც კი წაიკითხოს კონსტიტუციის და იქიდან შინაარსი გამოიტანოს.